2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ტაილერში, ტეხასის შტატში, წმინდა დედა ფრენსისის საავადმყოფოში შუაღამისას პაციენტები იდუმალ გარემოში იღუპებოდნენ. მხოლოდ მეოთხე ადამიანის იდუმალ გარემოში გარდაცვალების შემდეგ დაიწყო გამოძიება. სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს მთელ შენობაში, ყველა სართულზე და ყველა დერეფანში. და მხოლოდ 4 წლის თვალთვალისა და გამოძიების შემდეგ 2021 წელს ნათელი მოეფინა პაციენტების იდუმალებით მოცულ სიკვდილს. პოკერის მორიგი თამაშის შემდეგ 73 წლის ჯეიმს ბლენკი და მისი მეუღლე ქეი სახლში დაბრუნდნენ. თამაშმა კარგად ჩაიარა და ჯეიმსი თავს შესანიშნავად გრძნობდა, ხუმრობდა და ბავშვებით უხაროდა. წყვილი 48 წელი იყო დაქორწინებული. ორივე აზარტული ადამიანი იყო და სათამაშო მაგიდასთან მოხვედრის შანსს არ უშვებდა ხელიდან. უეცრად ჯეიმსმა მკერდის არეში მწვავე ტკივილი იგრძნო. სამედიცინო ჯგუფმა, რომელიც ქეიმ გამოიძახა, ჯეიმსი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანა. შემოწმების შემდეგ ექიმებმა სასწრაფო ოპერაცია გადაწყვიტეს. რამდენიმე საათიანმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ჯეიმსი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ქეიმ ქმარი მოინახულა და როდესაც დარწმუნდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, უთხრა, რომ სახლში წავიდოდა, დაისვენებდა და მეორე დღეს უკან დაბრუნდებოდა. ქეი დარწმუნებული იყო, რომ ყველაზე უარესი უკან მოიტოვეს და მისი ქმარი საიმედო ხელში იყო. შუაღამეს ქალი სატელეფონო ზარმა გააღვიძა. როდესაც ქეიმ საავადმყოფოს ნომერი დაინახა, მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ხაზის მეორე ბოლოდან ექიმმა უთხრა, რომ ჯეიმს ინსულტის შეტევა ჰქონდა და მიუხედავად ექიმების მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ჯეიმს ბლენკის გარდაცვალებიდან 7 თვე იყო გასული, როდესაც იმავე საავადმყოფოში, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს, 68 წლის რონალდ კლარკი მიიყვანეს. მას გულის გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ შუაღამისას მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმნა და კრუნჩხვა დაეწყო. ექიმები ყველანაირად ცდილობდნენ მის გადარჩენას, მაგრამ მათი ძალისხმევის მიუხედავად პაციენტი მალევე გარდაიცვალა. ეს ორი საბედისწერო შემთხვევა დროში ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებით მოხდა და მასში საეჭვო არავის არაფერი დაუნახავს. თუმცა სამედიცინო დაწესებულება ყოველთვის ახორციელებს ყველა ასეთი ფატალური შედეგის საფუძვლიან შეფასებას, იმ იმედით, რომ გაირკვეს თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა გართულება და რამე ხომ არ გამორჩა სამედიცინო პერსონალს. არც ეს შემთხვევები იყო გამონაკლისი და მათზე მოკვლევა დაიწყო. რონალდ კლარკის გარდაცვალებიდან 9 დღის შემდეგ 47 წლის კრისტოფერ გრინვეი მოიყვანეს საავადმყოფოში. მას კორონალური შულტირება გაუკეთეს. ექიმებმა უთხრეს, რომ ის სწრაფად გამოჯანმრთელდებოდა, რადგან ეს არც ისე რთული ოპერაცია იყო. კრისტოფერი თავს მშვენივრად გრძნობდა. ეგთანს, რომელიც ზრუნავდა მამაკაცზე, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მის პაციენტთან ყველაფერი კარგად იყო და გადაწყვიტა ცოტა ხნით წასულიყო და დასთხოვა სხვა ეგთანს ყურადღება მიექცია მისი პაციენტისთვის. როდესაც ის საავადმყოფოში დაბრუნდა, მან გაიგო, რომ კრისტოფერს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. პაციენტს იგივე სიმპტომები ჰქონდა, რაც წინა გარდაცვლილ ორ პაციენტს. გრინვეის მდგომარეობა სწრაფად დაასტაბილურეს ექიმებმა. შემდეგ კი ჩაუტარეს კომპიუტერული ტომოგრაფია და ტვინის სკანირება. ექიმებმა გამორიცხეს ის ვერსია, რომ შეტევა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ჰაერის ემბოლიით, რადგან ეს ხდება მხოლოდ იშვიათად, მაგრამ უკვე იყო ორი მსგავსი შემთხვევა დროის მცირე შუალედში. აქედან გამომდინარე იყო მხოლოდ ერთი დასკვნა. სავარაუდოდ იყო გარკვეული პრობლემა ან მანიპულაცია წვეთოვანთან. მსგავსი წვეთოვანი ექიმებს პირდაპირ შეყავთ პაციენტის არტერიაში, მათი არტერიული წნევის გასაკონტროლებლად, მაგრამ მასში თუ შემთხვევით მოხდება ჰაერი, მას შეუძლია მიაღწიოს ტვინამდე და გამოიწვიოს სისხლდენა. ამ შემთხვევიდან 2 დღის შემდეგ კრისტოფერ გრინვეი გარდაიცვალა. ეს უკვე მოკლე დროის მონაკვეთში საავადმყოფოში პაციენტის მესამე იდუმალებით მოცული სიკვდილი იყო და გაჩნდა ეჭვი, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო უბრალოდ დამთხევა. საჭირო იყო იმის გარკვევა, რა იყო ამ ტრაგედიის საერთო მიზეზი და დაიწყო მრავალმხრივი გამოძიება. ამაში თითქმის მთელი სამედიცინო პერსონალი მონაწილეობდა, რადგან არავის სურდა დამნაშავე გამხდარიყო დანაშაულის ჩადენის გარეშე. გამოძიებაში ჩართულმა კომისიამ გადაამოწმა წვეთოვნების მიწოდებისა და დამონტაჟების მთელი პროცესი პაციენტების სახლში გაწერის მომენტამდე. ყველა სურდა დარწმუნებულიყო, რომ სამედიცინო აღჭურვილობაში ხარვეზი არ იყო. შესაბამის ადგილებში ასევე დამონტაჟდა დამატებით სათვალთვალო კამერები. მათი დახმარებით შესაძლებელი გახდა იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, თუმცა მიღებულმა უსაფრთხოების ომმა შედეგი არ გამოიღო. პაციენტების მოულოდნელი სიკვდილი კვლავ ხდებოდა, ზოგჯერ თვეში რამდენჯერმე
იღებენ, ზოგჯერ კი 1 ან 2 თვის ინტერვალით. სამედიცინო პერსონალში ერთმანეთის მიმართ უნდობლობა გაიზარდა. ექთნები ფიქრობდნენ, რომ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მომუშავეები პაციენტებს რაღაცას უკეთებდნენ, ხოლო ქირურგებს და ექიმებს ეჭვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე ექთნებზე ჰქონდათ. 2018 წლის იანვარში 58 წლის ჯოზეფ კალენი სასწრაფო საავადმყოფოში შემოიყვანა. გულის გადაუდებელმა ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. პაციენტი დღის განმავლობაში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ შუაღამისას შეტევა დაეწყო. სამედიცინო პერსონალის კოორდინირებულმა მუშაობამ შესაძლებელი გახადა პაციენტის გადარჩენა. სადიაგნოსტიკო პროცედურების შემდეგ შესაძლებელი გახდა ტვინში სისხლის გაჟონვის იდენტიფიცირება, რომელიც გავლენას ახდენდა მისი ტვინის ორივე ნახევარსფეროზე. კალენს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრში ხანგრძლივი მკურნალობის გავლა დასჭირდა. თითქმის ყველა პაციენტს ჰქონდა ტვინის მსგავსი დაზიანება. ყველაფერი მიუთითებდა არტერიაში ჰაერის მოხვედრაზე, ეგრეთ წოდებულ ჰაერის ემბოლიაზე. საავადმყოფოში არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს არ იყო მხოლოდ უბედური შემთხვევა ან გაუმართავი სამედიცინო აღჭურვილობა. ადმინისტრაციამ სათვალთვალო კამერების გამოყენებით დაიწყო მკაცრი მონიტორინგი თუ რა ხდებოდა. ჩანაწერების შემოწმება დაიწყო ღამის პირველი საათიდან, იმ დროიდან, როდესაც ჯოზეფ კულინის დაიწყო შეტევა. ჩანაწერებში ჩანდა სამედიცინო პერსონალი, რომელიც შედგებოდა რეანიმაციის სპეციალისტებისგან, რომლებიც მიიჩქარიან პაციენტის ოთახში, რადგან გამოფრთხილებელი სენსორი ჩაირთო. ჩანაწერი გადაახვიეს, რათა ენახათ რა ხდებოდა 5 წუთის წინ ამ ინციდენტამდე. კადრში ჩანდა ერთ-ერთი ექთანი, რომელიც ჯოზეფ კულინის პალატაში შედის. დაახლოებით 1 წუთის შემდეგ გამოდის და დერეფანს მოუყვება. შემდეგ კი ჩერდება ექთნების ოთახთან, რომელ ადგილსაც კამერა კარგად არ ხედავდა. ცოტა ხანში ჩანს თუ როგორ მირბის მთელი პერსონალი ავადმყოფთან. ყველა გარბის იქ, სადაც ეს ექთანი იყო შესული, რამდენიმე წუთის წინ. ექიმა, რომელიც ვიდეოს გაშიფროში მონაწილეობდა, მამაკაცი ამოიცნო უილიამ დევისი, იმ ღამის მორიგე ექთანი. ადმინისტრაციისთვის ასევე ცხადი გახდა, რომ უილიამი უბრალოდ ექთნების ოთახთან იდგა და რაღაცას ელოდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალი გამოვარდა პაციენტის დასახმარებლად, მოგვიანებით აუჩქარებლად შეუერთდა მათ. უილიამ დევისის ამსაქციელმა გამოიწვია ეჭვი და დაბნეულობა. ბოლოს და ბოლოს, თუ ის იყო ბოლო ადამიანი, ვინც შეტევამდე შევიდა პალატაში, ის უნდა ყოფილიყო პირველი პაციენტთან დახმარების გასაწევად სხვების მოსვლამდე. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გადაემოწმებინათ უილიამის პალატაში შესვლის მომენტი და როდესაც გამოსახულება შეანელეს და მოაახლოვეს, მათ შენიშნეს შპრიცი ექთნის ხელში და ფაქტიურად 2 წუთის შემდეგ, როდესაც ის გამოვიდა პალატიდან, კალინს შეტევა დაეწყო. ბოლომ მსგავსი ინციდენტი მიმდინარე თარიღამდე 2 თვით ადრე მოხდა. 63 წლის პეპ ენდერსონი ექთნად მუშაობდა. ის და მისი მეუღლე ახლახან გავიდნენ პენსიაზე და ოცნებობდნენ დარჩენილი ცხოვრება ერთად სასიამოვნოდ გაეტარებინათ. გეგმები უკვე ჰქონდათ შედგენილი, მაგრამ ჯერ ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. პემი საავადმყოფოში მივიდა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ქალი კარგ ხასიათზე იყო და მთელი დღე აიპადზე თამაშობდა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ჰენდერსონს შეტევა დაეწყო. მან ვერ შეძლო ადეკვატურად აეხსნა რა სჭირდა. ქალმა მეტყველება დაკარგა და ძლივს ინარჩუნებდა ვიზუალურ კონტაქტს. ექიმებმა შეძლეს მისი მდგომარეობის დასტაბილურება. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჰენდერსონის ტვინში ჰაერის პატარა ბუშტები დაინახეს, რამაც გამოიწვია ინსულტი. ქალი გადაარჩინეს, მაგრამ სასიცოცხლო ფუნქციები საგრძნობლად დაუქვეითდა და მუდმივ მოვლას საჭიროებდა. ამ ინციდენტმა ჰენდერსონის ოჯახს წაართვა ბედნიერი სიბერე, რაზეც წყვილი ოცნებობდა. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გადაეხედათ კამერის სხვა ჩანაწერებისთვის. ერთ-ერთ მათგანზე დაინახეს იგივე უილიამ დევისი, რომელიც შევიდა ჰენდერსონის პალატაში. მის სტუმრობამდე ქალი თავს შესანიშნავად გრძნობდა, ხოლო მისი გამოსვლის შემდეგ დაეწყო კუნჭხვა. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ დიდი ალბათობით აქ დანაშაული ხდებოდა. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გადაემოწმებინა განრიგი და გაერკვია, ვინ იყო ცვლაში იმ დღეებში, როცა ეს ფატალური შემთხვევები ხდებოდა. შეტევები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხდებოდა, მხოლოდ ღამით და სადაც პაციენტებს დადგმული ჰქონდათ წვეთონები. აღმოჩნდა, რომ უილიამ დევისი ამ დღეებში ცვლაში იყო. მამაკაც სასამართლო გამოძიების ფარგლებში სამსახური შეუჩერეს. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გამოეკითხა ყველა პოტენციური მოწმე. ასევე შეამოწმა ყველა დოკუმენტი და სამედიცინო ჩანაწერი. საავადმყოფოში არავის ჯეროდა, რომ უილიამს მსგავსი საშინელების გაკეთება შეეძლო. თანამშრომლები თანაუგრძნობდნენ დევისს. მათ მიაჩნდათ, რომ ის სასიამოვნო ადამიანი იყო და კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას. თუმცა ერთ-ერთმა ექთანმა გაიხსენა, რომ ერთ დღეს იგი პალატაში შევიდა პაციენტის სანახავად და ოთახში ნახა დევისი, ხოლო წვეთოვანის გვერდით იყო შპრიცი. ასევე სამედიცინო ჟურნალის ჩანაწერების მიხედვით ჩანდა, რომ დევისი ზოგჯერ თავად უნიშნავდა ან უხსნიდა მედიკამენტებს ზოგიერთ პაციენტს.
რაც მის მოვალეობაში არ შედიოდა. 26 იანვარს დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილეს დებ შალეტს უილიამ დევისმა დაურეკა. უთხრა, რომ ძალიან დაბნეული იყო ამ სიტუაციით და საერთოდ არ ესმოდა რა ხდებოდა და აინტერესებდა მის გარდა ყავდათ თუ არა სხვა ეჭვმიტანილი. შალეტმა უპასუხა, რომ ამაზე მისი მხრიდან დეტალები და დამატებითი კომენტარები არ იქნებოდა მიზანშეწონილი. შალეტმა ასევე სთხოვა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას სახლში დარჩენილიყო და ამაზე არავისთან ელაპარაკა. ამ საუბრიდან 4 დღის შემდეგ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ უილიამს სთხოვა, რომ მისულიყო მათთან და პირისპირ ესაუბრათ. მათ აინტერესებდა ზუსტად რა მოხდა ჯოზეფ კალენის პალატაში. უილიამმა თქვა, რომ ყავდა პაციენტები, რომლებიც ებარა. ეს იყო პალატები 18, 19 და 20, რომლებიც ძალიან ახლოს იყო 21 პალატასთან. მან თქვა, რომ ბენი, რომელსაც 21 პალატა ებარა, გვერდით 4-ში შევიდა ანალიზებში დასახმარებლად. საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს. საჭირო იყო ყველაფრის მუდმივი მონიტორინგი. მით უმეტეს თუ ეს პაციენტი ახალი ნაოპერაციები იყო. ის ადგილზე არ იყო. ამ შემთხვევის დროს წვეთოვანის სენსორის ხმა რომ გავიგე. შევედი რომ გამეგო რა ხდებოდა პალატაში. პაციენტმა მკითხა, ხომ არ იცით ეს რისი ხმაო? მე დაუდგი წვეთოვანი, ყველაფერი რიგზე იყო და პაციენტი კარგად იყო. ოთახიდან გამოვედი და მეტი არაფერი გამიკეთებია. ყოველ შემთხვევაში ყველაფერს საუკეთესო განზრახვით ვაკეთებდი, რაც უნდა გავაკეთოთ ინსტრუქციის მიხედვით. კითხვაზე ახსოვდა თუ არა რამდენად სწრაფად დაბრუნდა პაციენტთან განმეორებითი სიგნალის გაგების შემდეგ მან უპასუხა. ტელეფონში გავედი და ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა. აი ეს მახსოვს. ოთახს შესვლისას არაფერი გითქვამთ, რომ იქ იყავით რამოდენიმე წუთით ადრე. მან უპასუხა, რომ უბრალოდ შეცვალა მისი წვეთოვანი და პაციენტის სხვათა შორის დაელაპარაკა კიდეც. ხოლო კითხვაზე რატომ არ თქვა ადრე პაციენტს რომ ელაპარაკა, მან თქვა, რომ ამის თქმა დაავიწყდა. ჩანდა რომ დევისის სიტყვებში უფრო მეტი სიცრუე იყო ვიდრე სიმართლე. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში აშკარად ჩანდა, რომ დევისი არ რეაგირებს განგაშის სიგნალზე. ის მონიტორთან ზის და უყურებს, როგორ დაეწყო კელინს კრუნჩხვა და მხოლოდ 3 წუთის შემდეგ მამაკაცი იწყებს რეაქციას და შედის პალატაში. დევისთან საუბრის შემდეგ შალეტი დაუკავშირდა პოლიციას და შეატყობინა მისი ეჭვების შესახებ. ყველა საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ ეფიქრათ სამედიცინო დაწესებულებაში სერიული დამნაშავე მოქმედებდა. დეტექტივი ჯეფ რობერტსი მაშინმა მივიდა წმინდა დედა ფრენსისის საავადმყოფოში, რათა ადმინისტრაციასთან გაესაუბრა საიდუმლოებებით მოცული სიკვდილის სერიის შესახებ. მათ განიხილეს ამ ყველაფერში უილიამ დევისის შესაძლო მონაწილეობა. ექნის მიერ წარმოდგენილი ვერსია საერთოდ არ ემთხვეოდა იმას, რაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე ჩანდა. ჩანაწერები ფაქტიურად მიუთითებდა იმაზე, რომ დევისი იყო მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში. უფრო მეტიც ვარაუდობდნენ, რომ მისი მსხვერპლთა რაოდენობა უკვე 7-მდე იყო. გამომძიებლები ცდილობდნენ გაიანალიზებინათ და დაეგეგმათ გამოძიების შემდეგი ეტაპები ამ საქმესთან დაკავშირებით მომავალში. ისინი ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ცოტა ხანში მათ თვითონ დაუკავშირდებოდა დევისი. დევისის თქმით, მას ძალიან უხეშად მოექცა კლინიკა, რადგან მას ჰყავდა ცოლი და 2 შვილი, რომლებსაც რჩენა უნდოდათ. დევისი ცდილობდა თავის სამაგალითო მეოჯახით და მომად წარმოეჩინა, რომელიც ყველაფერს აკეთებს ოჯახის უზრუნველსაყოფად. უილიამი ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რაც სულაც არ შეესაბამებოდა საავადმყოფოს ადმინისტრაციის მიერ მოხსენებულ ეჭვებს. გამოძიების გაგრძელებისას პოლიციამ ექსპერტიზის შეფასება მოითხოვა. სპეციალისტი, რომელმაც იცოდა სურათებისა და კარდიოგრამების კითხვა, იმ პაციენტების ყველა საჭირო სამედიცინო ჩანაწერი გადაიხედა, რომლებიც სავარაუდოდ უილიამ დევისის მსხვერპლი იყვნენ. ყველა შემთხვევაში სისხლჩაქცევები იდუმალ გარემოში ძალიან მოულოდნელად ჩნდებოდა. აშკარა იყო, რომ ეს იყო ჰაერის ემბოლია. ექსპერტებმა შეძლეს დაედგინათ ზუსტად როდის ხდებოდა ჰაერი წვეთოვანში. ამ მომენტში კარდიოგრამაზე ჩნდება ხარვეზები, რაც ნიშნავს არტერიული წნევისა და გულისცემის მატებას, რომელსაც აკონტროლებს სენსორი. იყო ინტერვალები, რომელიც ხარვეს წინ უძღოდა გარკვეული მაჩვენებლებით, რაც ნიშნავს, რომ სწორედ ამ მომენტში ხდებოდა ჰაერი სისხლში. ექსპერტებთან საუბრის შემდეგ გამომძიებლები მიხვდნენ, თუ როდის და რა მომენტში ხდებოდა წვეთოვანში ჰაერი. მათ კიდევ ერთხელ გადახედეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რათა ზუსტად გაერკვიათ, თუ სად იმყოფებოდა იმ დროს უილიამ დევისი. გამომძიებლებმა ნახეს, რომ დევისი ზუსტად იმ დროს შედიოდა პაციენტებთან პალატაში, როცა მათ შეტევა ეწყებოდათ. ვიდეო ჩანაწერების და პაციენტებზე მდგომარეობის მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით, გამომძიებლებმა შეძლეს ფაქტების შედარება და დამნაშავის იდენტიფიცირება. სწორედ დევის შეჰყავდა ჰაერის შპრიცის საშუალებით თავის პაციენტების წვეთოვანში. 20 თებერვალს გამომძიებელმა რობერტსმა დაურეკა უილიამს კიდევ ერთ შესაძლო მსხვერპლზე სასაუბრო. უთხრა, რომ
მათ ჰქონდათ კიდევ ერთი საეჭვო შემთხვევა პაციენტ კრისტოფერ გრინვეიზე და აინტერესებდა ჰქონდა თუ არა რამე შეხება ამ პაციენტთან. უილიამმა უპასუხა, რომ მან შეუცვალა წვეთოვანი პაციენტს. ამით მან აღიარა, რომ უშუალო შეხება ჰქონდა კრისტოფერ გრინვეის წვეთოვანთან. ეჭმიტანილთან საუბრის შემდეგ დეტექტივმა რობერტსმა დარეკა საავადმყოფოში, რომ გაეგო იყო თუ არა მსგავსი ინციდენტები. კერძოდ მას შემდეგ, რაც უილიამ დევის სამსახური შეუჩერეს. როგორც მოსალოდნელი იყო დევისის გათავისუფლების შემდეგ პაციენტების მოულოდნელი სიკვდილი აღარ დაფიქსირებულა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი დევისის მონაწილეობა პაციენტების იდუმალებით მოცულ მოულოდნელ სიკვდილში. ეჭვმიტანილის უფლებამოსილების შეჩერებიდან 2 თვე იყო გასული. პოლიციამ მიიღო დევისის სახლის ჩხრეკის ორდერი. მის სახლში აღმოაჩინეს მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა და რამოდენიმე მობილური ტელეფონი. გამომძიებლებმა ასევე იპოვეს დევისის საძიებო ტერმინები. სხვა საკითხებთან ერთად მას აინტერესებდა რა მოხდებოდა წვეთომაში ჰაერის შეყვანის შემთხვევაში. გამოძიებამ მიიღო მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ ეძებდა დევისი გზებს თავისი პაციენტების შეუმჩნევლად მოსაკლავად. გარდა ამისა, დევისი დაინტერესებული იყო სხვა ცნობილი სერიული მკვლელების ისტორიებით. მას აინტერესებდა რამდენი მსხვერპლი ჰყავდა მოკლული თითოეულს. თითქოს მათთან შეჯიბრი უნდოდა, რათა გადაესწრო მსხვერპლთა რაოდენობით. უილიამ დევისი პოლიციაში გამოიძახეს, რათა აეღო მისი ნივთები, რომელიც ჩხრეკისას ამოიღეს. პოლიციაში მისვლის შემდეგ კი იგი დააკავეს. უილიამ დევისის სასამართლო პროცესი 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. მას ბრალი რამდენიმე მუხლით სიცოცხლის განზრახ მოსპობაზე წაუყენეს. ნაფიცი მსაჯულები შეძრწუნებული იყვნენ იმის გაგებით, რომ ბრალდებული ყოველჯერზე აღფრთოვანებული იყო იმ შესაძლებლობით, რომ თავად გადაეწყვიტა თავისი პაციენტების ბედი. სულ 12 პოტენციური მსხვერპლი იყო. დევისი იჯდა და გულგრილად უსმენდა ბრალდებებს. მას აბსოლუტურად არ აინტერესებდა არც სამედიცინო ექსპერტების დასკვნები და არც დაზარალებულების სიტყვები, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, თუ რა რთული ცხოვრება ჰქონდათ იმის შემდეგ, რაც დევისმა მათ გაუკეთა. არც მის სახეზე და არც მის აქციებზე სინანულის ერთი წვეთიც კი არ ჩანდა. განაჩენის გამოცხადების დღეს დევის ცოლმა დაურეკა. ცოლმა კითხა, მართალი იყო თუ არა ის ყველაფერი, რის გამოც მას ასამართლებდნენ. დევისმა უპასუხა, არ მოგატყუებ, მე სპეციალურად ვაკეთებდი ისე, რომ ეს პაციენტები უფრო დიდხანს დარჩენილიყვნენ ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში, რადგან მინდოდა ჩემი სამუშაო მაჩვენებელი და სტატისტიკა ყოფილიყო მაღალი. დევისი ცდილობდა თავის გამართლებას ცოლთან. უამბო მისი მოტივის შესახებ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესება მხოლოდ იმიტომ სურდა, რათა მეტი სამუშაო საათი და შესაბამისად მეტი ხელფასი ჰქონოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში უილიამი არღებულობდა სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც გააკეთა. 2021 წლის 27 ოქტომბერს სასამართლომ უილიამ დევისი დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.